თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის ნონა გაფრინდაშვილის თასის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ დაწყებით საფეხურზე ჭადრაკის სავალდებულო საგნად შემოღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციის და სააზროვნო უნარების განვითარებას. პირველი ადგილი ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ახალციხის ნომერ პირველი საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ამბროლაურის ნომერ პირველი საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და თასი გადაეცათ. საქართველოს ყველა კუთხიდან, ყველა რაიონიდან პირველ და მეორე კლასელებმა დღეს ტოლი არ დაუდგეს ერთმანეთს და ეს არის გამოძახილი იმ რეფორმისა, რომელიც 2022-23 წლიდან ხორციელდება კერძოდ საჯარო სკოლებში სავალდებულო საგნად შევიტანეთ ჭადრაკის სწავლება. აქ თავარი არის ის, რომ წლების წინ დაწყებულმა პროექტმა ჭადრაკის სკოლაში, სადაც სავალდებულო საგნად იქცა, დღეს გვაძლევს შედეგს. გვაძლევს, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდები ბავშვობიდან პირველი კლასიდანვე ეჩვევიან ჭადრაკის თამაშს, ეჩვევიან დისციპლინას, ეჩვევიან აზროვნებას განსაკუთრებულს.